და მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ უკვე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესს რო დაუბრუნდეთ. მემორანდუმი გააფორმეს დღეს ლელო ძლიერმა საქართველომ და გახარიას პარტიამ. ამ დოკუმენტის მიხედვით ორი ოპოზიციური პარტია 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თანამშრომლობას გეგმავს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბერდია სიჩინავამ და ირაკლი კუპრაძემ, სწორედ ისინი იქნებიან ჩვენი სტუმრები. მათი კომენტარებიდან ირკვევა, რომ საკითხი ეხება თვითმმართველობის არჩევნებზე ერთობლივ ბრძოლასა და კოორდინაციას, კოალიციის ანუ არჩევნებზე ერთად გასვლის შესახებ ამ ეტაპზე განცხადება არ გაკეთებულა. თუმცა პარტიები გამორიცხავენ ამ არჩევნებზე ურთიერთ კონკურენციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერობის კანდიდატებად ნეიტრალურ ან საერთო კანდიდატებს შეარჩევენ. როგორც გითხარით, ეს ბატონები უკვე არიან ჩვენთან სტუდიაში. თან მე მგონი პირველი შემთხვევა, როცა უკვე გარკვეულ ერთ სატელევიზიო ფორმატში პარტიის აღმასრულებელ პირველ პირებს გიწევთ, ასე ვთქვათ, საუბარი. სანამ მოგესალმებოდეთ და დავიწყებთ საუბარს, მანამდე მაყურებელს უნდა უთხრა, რომ ჩვენი შემდეგი სტუმარი ასევე იქნება ქალბატონი ნინო ლომჯარია და გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვიერთება უკვე ქვემობეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. ბატონებო, ვერ გეტყვით საღამოშვიდობისა თქო, ჩვენ დრამას ვადევნებთ თვალს პირდაპირ ეთერში და როგორც კი იქ სურათი განახლება მოხდება სურათის, ხედავთ მიაყენეს კიდევ ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ახლოს ტერიტორიასთან, როგორც ჩანს, მალე იქნება გარკვეული სიახლე ინფორმაციის თვალსაზრისი და ჩვენ ჩავრთავთ ადგილიდან კვლავ ჩვენს კორესპონდენტს. პირველ რიგში შევაფასოთ ის, რასაც ახლა ვაკომენტირებთ და შემდეგ უკვე პოლიტიკურ პროცესებზეც ბერდია დავიწყოთ თქვენით. ძალიან მძიმე შემთხვევაა და მინდა სამძიმრით დავიწყო პირველ რიგში. უკვე დადასტურებული შემთხვევა გქერთი და მინდა მისი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრო და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვო. ეს არ არის უბედური შემთხვევა, როგორც ამას გვასაღებს მოქმედი მერი. ეს არის პირდაპირი ფორმით არც გულგრილობით ჩადენილი დანაშაული, იმიტომ რომ გულგრილობა გულისხმობს არაჯეროვან შესრულებას საკუთარი მოვალეობის ან შეუსრულებლობას მისდამი გულგრილი დამოკიდებულების გამო და ეს არის გაუფრთხილებელი დანაშაული და ეს არის პირდაპირი ფორმით შეგვიძლია ვთქვათ არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაული, როდესაც ასეთი ტიპის შედეგის დადგომის შესაძლებლობას უშვებს შენი პირდაპირი მოქმედებით, იმიტომ რომ შენ არ ხარ მოწადინებული, რომ მსგავსი ტიპის საკითხები მუნიციპალურ დონეზე გადაუწყვიტო შენს მოქალაქეებს. საუბრობდნენ აქ ადამიანები, როდესაც პირდაპირ ხედავდით თქვენ როგორ იყო მათ შორის კადრები ვრცელდებოდა, ეს ავარიული კორპუსის თავზე არსებული შენობის ნაწილი გადმოხრილ მდგომარეობაში ფაქტობრივად მოწყვეტის საფრთხის წინაშე და კიდევ ერთი უტიფრობა, რომელსაც გვასაღებდა დღეს ქალაქის მერი, თითქოს ოჯახებს ელაპარაკებოდა, რაღაცა ნაწილი თანახმა იყო, წარმოუდგენელია. საერთოდ ოჯახის წევრი, რომელიც იქ ცხოვრობს, მე როგორც მივხვდი, არ არის დაშავებული. შემთხვევით გამლელ ადამიანს, რომლისთვისაც ჩვეულებრივ 7 დღე უნდა ყოფილიყო, ფაქტობრივად უმძიმესი ამბით დამთავრდა. მაღაზიები არის პირველ სართულზე განლაგებული და გარემო ვაჭრეები ვაჭრობენ კიდე. მე შეგახსენებთ რამდენიმე ხო შეეძლო ელემენტარულო ტერიტორია შემოესაზღვრათ და რამდენიმე კვირით ადრე შეგახსენებთ ზუსტად ასე მოხდა გადასასვლელ ხიდთან, როდესაც ჩამოინგრა შენობის ნაწილი, სადაც აფთიაქი იყო პირველ სართულზე განთავსებული და მე რამდენიმე კვირის განმავლობაში ფაქტობრივად შემოსაზღვრული იყო დადიანის გამზირის ეს ტერიტორია, რომ გამლელი არ დაშავებულიყო. სწორედ ასეთი პრევენციული ღონისძიებები უნდა გაეტარებინა ქალაქის მერიას, მაგრამ ეს არის ქალაქი, სადაც ახალგაზრდები, არასრულწლოვნები ფაქტობრივად ვაგის პარკში იღუპებიან რაღაცა ვიღაცის გულგრილი მოქმედები თუ არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაულის გამო. ეს არის ქალაქი, სადაც პირდაპირი ფორმით აი ესეთ შეიძლება სიკვდილი დაგეცეს თავში და 1-7 დღე შეიძლება ასეთი მძიმე ამბით დაუსრულდეს ნებისმიერ ოჯახს. ამიტომ ჩვენ როდესაც საუბრობთ პასუხისმგებლობაზე, ამ ადამიანებს საუბრობთ ამაზე. მხოლოდ იმით არის დაკავებული, როგორმე ერთმანეთს ფული მოხპარონ, ბიუჯეტიდან ფული ამოიღონ, მე ერთმანეთში გაარჩიონ ეს ყველაფერი, სახლში წაიღონ, ადამიანები დატოვონ ისეთი პრობლემების წინაშე, როგორც დგანა სოციალურად დაუცველები, არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებენ თან ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აი, რა არის პასუხისმგებლობა ქალაქის მერის თუ არა ზრუნვა ასეთ ავარიულ კორპუსებზე? 8 წელი გავიდა გიორგი და პროგრამა არ წარმოუდგენია ფაქტობრივად ქალაქის მერს. სამწუხაროდ თბილისში არის დაახლოებით 10,000-მდე საცხოვრებელი სახლი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია. არანაკლები მდგომარეობა არის
არის ბათუმშიც, თუმცა ამ შემთხვევაში თბილისში მიმდინარე პროცესებს საუბრობ, დიდუბის გამგეობას, ინფორმაციას ვაახლებთ, ჩამონგრეული კორპუსი. პრინციპში კორპუსი არ არის ჩამონგრეული კორპუსის მნიშვნელოვანი დიდი მძიმე დეტალი ჩამოვარდა ამ შემთხვევაში, მაგრამ დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაყავსო, როგორც ჩანს ქალაქის მერიიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია. ირაკლი, თქვენ როგორ შეეფასებდით ამ ამბავს? ტრაგედია, ოღონდ ეს ტრაგედია არის დანაშაული სინამდვილეში. დანაშაული რომლის მსხვერპლით საქართველოს მოქალაქეები წლების განმავლობაში ვართ. ეს არის გულგრილობა, ეს არის კორუფცია, მარტივი მიზეზების გამო. იმიტომ რომ დღეს კახი კალაძეს და ქართულ ოცნებას არც ცალია იმისთვის, რომ ავარიულ შენობებს მიხედოს. მაგრამ როგორც კი მე და ჩემი მეგობრები რაღაც წარწერას გავაკეთებთ არარუსულ რეჟიმს, ნებისმიერ ადგილას, გარეუბანში, ცენტრში, რაღაც ნანგრევზე თუ ასე შემდეგ, ეგრევე გვპოულობენ და გვაჯარიმებენ. მიდიან, უშვებენ მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლებს, რომელსაც ხელფას სხვა რამეში უნდა უხდიდეთ, და მთელი დღე აღებინებენ ამ წარწერას, რომ თავისუფლება პოლიტპატიმრებს, რომ წავაწერეთ ქალაქის მასშტაბით. კახი კალაძე, რომელმაც დღეს თითი გაიშვირა მაცხოვრებლებისკენ, რომელიც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე და მთელი რეჟიმი და ეს კონკრეტული შემთხვევა ხო არ არის წლების განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში რა მოხდა? ყველგან სადაც ასეთი ტრაგედია მოხდა, ბათუმი იყო, კორპუსის ჩამონგრევა, ლეოგრანდში ხანძარი, თბილისში ვაკის პარკი, პარკებში და პატარა ბავშვები, რომლებიც დენის დარტყმისგან იღუპებიან, ბათუმში სულ ახლახანს ორმოში ჩავარდნილი, 3 დღით ადრე 200,000 ლარი რომ გადაიხადეს და ზარზე იმით რაღაც დაანონსეს, სცენა რომ მოაწყვეს და მე ორმორო დატოვეს. ვისი ბრალია ეს ყველაფერი? ეს არის იმ რეჟიმის ბრალი, რომელიც დანაშაულებრივად გენოციდს უწყობს საქართველოს მოქალაქეებს. გენოციდს უწყობს და ამაში ჩვენ რაღაცნაირად მიშვებული გვყავს. გასაგებია, რომ რუსული რეჟიმი არის საწყისი ამ ყველა პრობლემის, მაგრამ ჩვენ უნდა შეგვეძლოს, რომ ყველაფერზე ერთად ვისაუბროთ. ამ სოციალურ საკითხებზეც, რუსულ რეჟიმზეც, საგარეო პოლიტიკაზეც და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ზუსტად მინდა რომ ეს არის ზუსტად პოლიტიკის შედეგები. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ მათ შორის ოპოზიციის ბრალი, რომელიც დაკომპლექსდა, რომ მარტო საგარეო საკითხებზე უნდა ილაპარაკო და საყოფა ცხოვრების საკითხები, რომლებიც მოქალაქეებს აწუხებთ და ხო, სიკვდილი ეცემათ თავზე და მძიმე მდგომარეობაში არის. ეს საკითხები დასაბრუნებელია პოლიტიკაში. გაღრმავდება, თუმცა მეტი კიდე რაღა უნდა გაღრმავდეს, არ ვიცი, მაგრამ მომრავლდება იმ შემთხვევაში პოლიტიკური ანგარიში ვალდებულების ფაქტორი თუ არ იმუშავებს. ამისთვის ჭირდება ხალხს არჩევნები. მომავალ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით უნდობლობის მასშტაბი არის ძალიან დიდი და მათ შორის რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ეს სწორედ ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, თქვენმა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ, ლელოდლიერმა საქართველომ, გახარია საქართველოსთვის, ერთი რომ მიიღეთ გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობაზე და დღევანდელი დღის სიახლე არის ის, რომ მინიშნებით გაკეთებული განცხადებები, რომ თქვენ ამ არჩევნებში კოორდინირებულად იმოქმედებდით, დღეს გარკვეული მემორანდუმის სახით დაფიქსირდა. მოსახლეობის და თქვენი მხარდამჭერებისთვის კიდევ უფრო გასაგებ ენაზე გთხოვთ, რომ განმარტოთ, რას უკავშირდება ეს მემორანდუმი, რისი მოლოდინი უნდა ქონდეს პირველ რიგში თქვენს მხარდამჭერებს, იქნება ეს თბილისში თუ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. გისმენთ. ხო, გიორგი, ჩვენ მართლაც არაორდინალურ ვითარებაში ვიმყოფებით. ნიშნულოვანი პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში ერთი მხრივ, ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მიტაცებული, კონსტიტუციური პროცესის მიღმა იმართება ქვეყანა და ეს არ არის სტანდარტული არჩევნები, როდესაც ჩვენ მხოლოდ ურთიერთ კონკურენციით უნდა ვიყოთ დაკავებული, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ძალების გაერთიანება, კონსოლიდაცია იმისთვის, რომ საერთო მერობის კანდიდატები გვყავდეს, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები გვყავდეს და ამ მხრივ გამოვრიცხოთ კონკურენცია. მეორე მხრივ ძალიან კარგად ჩანს, რომ დედაქალაქში განსაკუთრებულად განწყობები არის შეცვლილი მართული პარტიის მხარდაჭერის კლების თვალსაზრისით და ამიტომ აი ესეთი შემთხვევები, ანუ არ მინდა მე ხა რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციას და არჩევნებს დაუკავშირო დღევანდელი ძალიან მძიმე, უმძიმესი ამბავი, მაგრამ
როგორ შეიძლება მომდევნო 4 წლით აი ეს დედაქალაქი დაუტოვოთ აი უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალას, რომელთვისაც სამოსავალი წერტილი კი არ არის აი ესეთი ტიპის პრობლემების გადაწყვეტა ავარიული კორპუსების და ასე შემდეგ. ამ ადამიანების ძირითადი ამოცანა არის როგორმე ტენდერებიდან ატკატებით, მე ამ ატკატებით საკუთარი ბიზნესმენების დაფინანსება, მე პარტიული შავი სალარის შევსება და ასე შემდეგ და ჩვენ ფაქტობრივად აი პირდაპირ გეუბნებით, რომ თუ კოორდინაციას ამარჩევნებს შესაძლებლობად არ გამოვიყენებთ, ფაქტობრივად ფოდნოზე დადებულს ვაძლევთ დედაქალაქს მართლ პოლიტიკურ პარტიას და ამას ჩვენი პოლიტიკური პარტია არ გააკეთებს. ჩვენ ყველას ბრძოლას ვცემთ, პატივს ყველა ბრძოლაში ვართ აბსოლუტურად ჩართული, პროტესტშიც, საგარეო ასპარეზზეც, მათ შორის ამ ხელისუფლების დელეგიტიმაციის თვალსაზრისით, სასანქციო რეჟიმის გავრცელების თვალსაზრისით იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში ამ პოლიტიკის წარმოებაზე, რამაც ქვეყანა ამ უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა, თუმცა ბრძოლის დამატებით გზას ხას ვირჩევთ, მათ შორის რაციონალურ გზას და ლელოც ასე უყურებს ამ პროცესს, რომ ეს არის რაციონალური პოლიტიკური გზა იმისთვის, რომ პოლიტიკური ცვლილებები მოვიდეს და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმ პირობებში, როდესაც ოცნების ელექტორალური რღვევა მიმდინარეობს, იმ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად კლანური დაჯგუფებების შორის დაპირისპირება მიდის ხელისუფლებაში, ჩვენ არ გვაქვს როგორც ჩანს კიდევ უფრო მეტად გამწვავდება. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ის ფუფუნება და რომ ფოდნოზე ეს გამარჯვება დავდოთ და მივართვათ ფიძინე ევრიშულს და ოცნებას. კიდევ უფრო მეტი სიზუსტე რომ შემოვიტანოთ ირაკლი, ეს არ ნიშნავს პარტიების ინტეგრაციას. ანუ ეს არ ნიშნავს რაღაცა ტიპის თუნდაც პოლიტიკურ გაერთიანებას ამ ეტაპზე, როგორც ხვდები, არამედ ეს არის კოორდინაცია. გულისხმობს თუ არა ეს მაგალითად საერთო საარჩევნო შტაბის ფუნქციონირებას. ჩვენი შეთანხმება, რომელიც დღეს დაიდო მემორანდუმის სახით, გულისხმობს თანამშრომლობის საწყის პრინციპებს. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულირება, ჩვენ გამოვრიცხავთ ურთიერთ კონკურენციას. ჩვენ თანხმდებით საერთო მაჟორიტარების კანდიდატებზე, მერების კანდიდატებზე მარტივი მიზეზის გამო და არ ვზღუდავთ, რა თქმა უნდა, ამას პარტიული პირიქით, ვსაუბრობთ, რომ ნეიტრალური კანდიდატებით უნდა იყოთ ძირითადად წარმოდგენილი, შესაბამისად აქედანვე ჩვენი ორივე პარტიის სახელით ვაკეთებთ განაცხადს და ვეუბნებით იმ მებრძოლ მოქალაქეებს. დაგვიკავშირდით, შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში, სადაც ჩვენი რესურსით, შრომით, ძალისხმევით დაგიდგებით გვერდით თქვენივე სოფლებში, თქვენივე ქალაქებში, რაიონებში, დედაქალაქში იმისთვის, რომ არც ერთი გოჯი და სანტიმეტრი თავისუფლების არ დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ის რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება, მართლა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და სიკვდილით სავსე ქალაქი, ხო იყო კალაძის სლოგანი სინათლით, ბედნიერებით თუ სიყვარულით სავსე ქალაქი. მე ამ ქალაქში დიდი ხანია აღარც სინათლე მინახავს, აღარც სიყვარული მინახავს, იმიტომ რომ უბედურებაში ჩაძირეს მთელი საზოგადოება, კახი კალაძემაც და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის თელმა კლანმა და სისტემამ. ამიტომ ჩვენ თავარი მიზანია რომ ვიყოთ ურთიერთ შეთანხმებული, თუ საჭირო იქნება საერთო საშტაბო მიმართულებითაც ვიმუშავებთ და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს მიზანი რომ ივანიშვილს არ მივცეთ ძალაუფლების კონსოლიდირების შესაძლებლობა. ძალაუფლების კონსოლიდირების შესაძლებლობა, რომელსაც შემდეგ ისევ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან მუნიციპალურ რესურსებზე, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ გასაგებია ზოგადი საბიუჯეტო სახსრები და პოლიტიკა რუსული რეჟიმის და ივანიშვილის, მაგრამ იმის მიღმა არის მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს და თუ იმეს გონია, ბოდიში, თუ იმეს გონია, რომ ეს ხშირად დამცინავად ამბობენ ხოლმე მუნიციპალური პოლიტიკის მიმართ, რომ ეს რაღაცა მოხრეშვის და კანალიზაციის პოლიტიკაა, ბოდიში მოიხადეთ, იმიტომ რომ ის რა უბედურებები ჩვენ გარშემო დღეს ხდება, სწორედ იმის ბრალია, რომ არაკომპეტენტური და კორუფციით სავსე მერიები და საკრებულოები არსებობს ამ ქვეყანაში და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ იქაც დავაკოჭოთ ბიძინა ივანიშვილი, იქაც არ მივცეთ ძალაუფლების სრული კონსოლიდაციის შესაძლებლობა. ჩვენ მოვრჩით უკვე კომუნიკაცია, შეიძლება ითქვას, სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ოღონდ ლიდერებთან, რომელიც თავად ჩაკეტეს ეს კომუნიკაციის სივრცე. გიორგი, ამ თემას დავუბრუნდებით, მნიშვნელოვანი არის, მაგრამ მანამდე დღევანდელი გადაწყვეტილების განგრძობადობაზე, პერსპექტივაზე რო ვილაპარაკოთ. თქვენ უკვე დაწყებული გაქვთ მოლაპარაკებები მერობის კანდიდატებზეც და მაჟორიტარობის კანდიდატებზეც, იმიტომ რომ დრო
ბევრი არ არის სიამდვილეში დარჩენილი და განსაკუთრებით ბერდიამაც გამოყო თბილისი ამ ხრივ, იმიტომ რომ ელექტორალური განწყობების თვალსაზრისით არა არჩევნების მიმართ ოპტიმიზმის, არამედ ქართული ოცნების მიმართ კრიტიციზმის კუთხით მართლაც ოცნებას მძიმე მდგომარეობა აქვს. აქ რო იყოს ახლა შედარებით ნორმალური საარჩევნო გარემო, საერთოდ კითხვის ნიშნის გარეშეც კი იქნებოდა მოტივაცია ოპოზიციის არათუ მონაწილეობის, არამედ გამარჯვების პერსპექტივის, მაგრამ თბილისში შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ყავთ ვინმე ისეთი კანდიდატი, რომლის გარშემოც უკვე სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს. იქ იყო საუბარი ქალბატონის სალომეს ვარიანტზე კანდიდატურაზე, რომელიც მე უკვე რატომღაც მეჩვენება, რომ ალბათ არარეალურია. თუ შეგიძლიათ სახელი და გვარი ალბათ რო იყოს უკვე რაღაცა ვერ სიტყოდით ამ ეტაპზე, მაგრამ რა ეტაპზე ხართ ამ მოლაპარაკებების? გიორგი, სიმართლე რო გითხრათ, სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვისაც და ლელოსთვისაც ალბათ ის კანდიდატი იქნებოდა, რომელიც მისაღები იქნებოდა და პირიქით მხარდაჭერას გამოუცხადებდით აი ამ ბრძოლაში, თუმცა როგორც ჩანს ეს უკვე უტოპიური ამბავია, ამიტომ კონკრეტულ კანდიდატთან მიმართებით რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ან კონსულტაციები აქტიურ ფაზაში ჯერჯერობით არ ყოფილა, ბევრი ვერსია შეიძლება განიხილებოდეს, სწორედ აი სამუშაო პროცესში გამოჩნდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არა მხოლოდ თბილისის კანდიდატი, არამედ სხვა თვითმმართველი ქალაქების თუ მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებზეა საუბარია მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე და როგორც ირაკლიმ თქვა, ჩვენი თანამშრომლობის, ჩვენი მემორანდუმით გაწერილი პრინციპების თანახმად თანამშრომლობის კარი არის ღია იმ აქტორებისთვის, იმ ნეიტრალური ადამიანებისთვის, რომლებიც ამ პროცესში დაინახავენ თავს, ამიტომ ეს პროცესი, სამუშაო პროცესი უკვე დაიწყება კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებით და ჩვენ ბუნებრივია გასაგებია კანდიდატების მიღმა არის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არჩევნების, ამ ხმებს დაცვა ჭირდება. და სხვა ოპოზიციური პარტიების არ მონაწილეობა ამ ხრივ სერიოზულად დააკოჭლებს შესაძლებლობებს ოპოზიციური პარტიების. მით უმეტეს, როცა დამკვირვებლებსაც შეეზღუდათ მიღებული ცვლილებების შედეგად საარჩევნო უბანზე აქტივობის დაფიქსირების შესაძლებლობები. ამიტომ კომისიის წევრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებათ ფაქტების ფიქსირების და გამოტანის კუთხით. ამ ხრივ როგორ აპირებთ მუშაობას და განსაკუთრებით ადგილებზე გაქვთ თუ არა იმის იმედი, რომ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ უფლება, მონაწილეობდნენ, რომ ითანამშრომლებენ თქვენთან ამ ხრივ. თუ ოპოზიციური პარტიებთან ამ თემაზე საუბარსაც პერსპექტივას ვერ ხედავთ. უცნაური მოცემულობა ამ ხრივ, იმიტომ რომ იმისთვის რომ მათ ყავდეთ წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე, მაშინ მათ უნდა გაიარონ საარჩევნო რეგისტრაცია. გაივლიეს თუ არა 5 ნომერი და 4 ნომერი საარჩევნო რეგისტრაცია. არ გაივლიან. საარჩევნო გადაწყვეტილება ასეთი აქვთ მათ მიღებული. ხო, ესეთ გადაწყვეტილებები ბევრი გვინახავს, თუმცა შემდეგ შესაბამისად მათი კვოტა ვერ იქნება ათვისებული კომისიაში ფორმალურად ასეა. ეს ნიშნავს, რომ ისინი ქართულ ოცნებას დაუთმობენ საკუთარ კვოტას. კვოტას, რომელსაც არ ითვისებს კონკრეტული პარტია, ავსებს შემდეგ ქართული ოცნება. ეს ასეა ფორმალურად, ფორმალურად ასეა, მათ უმრავლესობა უჭირავთ და თუ აჩუქებენ ისინი ქართულ ოცნებას კომისიის წევრებს, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ძალიან ნათელი და ცალსახა პოზიცია გვაქვს გიორგი იმ არათუ კრიტიკასთან, თავდასხმებთან მიმართებით, რასაც ჩვენი პარტნიორები, მე ესე ვეძახი დღემდე, პარტნიორები აწარმოებენ კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წინააღმდეგ და ამას პასუხობთ რითი? პასუხობთ დუმილით და პასუხობთ ერთობაზე აპელირებით, იმიტომ რომ 4 ოქტომბერიც ჩაივლის, როგორც არ უნდა ჩაივაროს 4 ოქტომბერმა და 5 ოქტომბერს ჩვენ ისევ მოგვიწევს ერთობაზე საუბარი. ჩვენ ერთობას ვეძებდით აქამდეც, ვეძებთ ახლაც, ხვალაც ღიად ვართ ერთობისთვის და მეტი კოორდინაციისთვის, მეტი თანამშრომლობისთვის, ყველა შესაძლო კომპონენტისთვის ამ მიმართულებით და შემდეგაც ამის აუცილებლობა დადგება. მათი მხრიდან იარლიყების მოწეფება, რაღაცა მოღალატეების ძახილი ასე შემდეგ. ჩვენ გულწრფელია შეიძლება ადამიანურად გვეწყინოს, მაგრამ ანერ გავლენას არ ახდენს და არ უპასუხებთ, რომ ოპოზიცია ჩვენ არ გავხდებით, ლელო არ გახდება ოპოზიციის ოპოზიცია. ჩვენ ვართ ივანიშვილის ოპოზიცია და ამას გავაგრძელებთ. მაშინ როცა ვიღაცა შეიძლება დასვენებლად წავიდეს აგვისტოში, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სოფლის, რაიონის, მუნიციპალიტეტის და ქალაქის უფლებებისთვის. იქ მცხოვრები ადამიანების შეუბრუნდებით, აი ბერდიესაც მინდა ვკითხო, ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომელთაც სხვა შორის შედარებით ნაკლები პრეტენზია აქვთ გახარია საქართველოსთვის მიმართ. თქვენ პოზიცია
ავიდანვე ქონდათ გაცხადებული და გაცლებით მტკივნეულად აღიქვავენ სრულიად გასაგები მიზეზების გამო ლელო ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილებას, რაზეც საუბრის საშუალებას ირაკლის კიდევ მივცემ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რამდენად დაგაზარალებთ, რამდენად დაგაზიანებთ აქტიური ბოიკოტის კამპანია, ისინი ამას უძახიან არ თანამშრომლობის კამპანიას და უფრო მეტად თქვენ ის უფრო მეტად მინდა კითხოთ არსებული ვითარების ამ კლიმატის ნორმალიზაციის ან მართველი რეჟიმის ლეგიტიმაციის კუთხით ხედავთ თუ არა სერიოზულ საშიშროებებს განსაკუთრებით ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის ამ თემასთან დაკავშირებული ესე ვთქვათ განცხადების ნაწილის გათვალისწინებით. მესმის ეს წუხილები გიორგი აბსოლუტურად, თუმცა საერთოდ არ უკავშირებ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცა ტიპის სტატუს-კვოს ნორმალიზაციას. ჩვენს გადაწყვეტილებას მაპატიე ბერდია საკრებულოს წევრი ნიკო კახეთელიძე ააკეთებს განცხადებას. სიტყვას ვიტყვით თუ შეიძლება თავისთავად ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ძალიან ძიმე ფაქტი მოხდა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმასთან, რომ ეს შენობა არის 50-იანი წლების შენობა დაახლოებით, როცა რკინაბეტონის კონსტრუქციები არ იხმარებოდა, შესაბამისად ის პარაპეტი რაც ჩამოინგრა, ეს არის თავის დროზე დეკორაციისთვის ნახმარი, ვთქვათ, ელემენტი შენობის გალამაზებისთვის და მოხდა ეს ფაქტი. შენობა არის მესამე კატეგორიის მესამე კატეგორიაზე აქ მე უსმინე სხვადასხვა საშუალებებს ინფორმაციის და იქ საუბარია იმაზე, რომ შემოეღობათ მესამე კატეგორია არ გულისხმობს, რომ იქ უნდა შემოღობო ეს შენობა, თუნდაც წარმოვიდგინოთ ის, რომ ადამიანები არ გამოდიან საქმედან და რას უღობავ ეხლა იმას, ხო, თავისთავად. ეხლაც კი, როცა მიმდინარეობს მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება, სადაც გადაყავთ მოსახლეობა სასტუმროებში, ეხლაც კი აღმოჩნდნენ ოჯახები, რომელსაც გასვლა არ უნდათ აქედან. ნუ ეს არის რა, არ ვიცი რა, უმძიმეს სიტუაცია, სხვა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე, უბრალოდ ამ ფაქტის შემდეგაც რჩება ეს ჰაერში. თუმცა ნუ ეხლა ყველამ დაინახა. შეუძლებელია ალბათ ამ კომენტარების მენა, თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს განწყობები თავად საკრებულოს ქართული ოცნების წარმომადგენლების წევრების მოგასმეინოთ. როგორც ჩანს, ეს მესიჯი განისაზღვრა მათი სტრატეგიული კომუნიკაციების მრჩევლების მიერ, რომ იქ მცხოვრები ადამიანების მიმართულებით გადავიდეს პასუხისმგებლობის ძირითადი წილი, მაშინ როცა ლაპარაკია სრულიად აშკარა დანაშაულებრივ გულგრილობაზე, თავზე გადმოკიდებულ ნაპრალიან უზარმაზარ ნაწილზე შენობის, რომელიც თვეების განმავლობაში თავად მოქალაქეების მიერ იყო გაპროტესტებული. თუ რამე საინტერესოს იტყვის ეს ბატონი, ინფორმაციულად რაიმე საინტერესო ზურა პეტროსიანს მოგვიანებით ჩავრთავთ. ახლა კი ბერდია გავაგრძელოთ საუბარი, თქვენ საუბრობდით ამ ლეგიტიმაციის საფრთხეზე და თქვენი პოზიცია კიდევ ერთხელ გამარტოთ. ჩვენ ბუნებრივია ამას არ უკავშირებთ, ეს არის თითიდან გამოწვეული საკითხი. არ შეიძლება ამ საკითხზე ასე სპეკულირება, იმიტომ რომ ფაქტი უკვე შემდგარია, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რა პოზიციაც აქვს დასავლეთს, მე ვფიქრობ ძალიან ცალსახაა, მათ შორის ეუთოოდირის დასკვნითაც, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნით და მათ შორის ცალკეული სახელმწიფოების ევროკავშირის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების. ამიტომ ამის დაკავშირება რაიმე ფორმით ლეგიტიმაციის მიცემასთან ოცნების, რომელიც არის კონსტიტუციური პროცესი, კონსტიტუციით გათვალისწინებული 4 წელში ერთხელ არჩევის საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლებების, არ არის პირდაპირ კორელაციაში იმასთან, რასაც აპელირებს და პოზიციონირებს ოპოზიციის ნაწილი, მაგრამ აქ მინდა ერთი მნიშვნელოვანი ხაზგასმა გავაკეთო. ხა აქამდე ყოველ შემთხვევაში ასე იყო, რომ არჩევნებზე, უბნებისზე რაღაცა კამპანიების წარმოება ნეგატიური თვალსაზრისით გაუკეთებია მხოლოდ ოცნებას. რა ვიცი, ხა თუ ნაცმოძრაობაც იგივე ფორმით დაიწყებს პოზიციონირებას და ჩაშლას და ჩვენი შეხვედრების ჩაშლას და ასე შემდეგ, ნუ არ ვიცი, რა სხვაობა შეიძლება იყოს მაგალითად ოცნების ტიტუშკებსა და ამ პოლიტიკურ ძალას შორის. ამიტომ მე სიფრთხილისკენ მოვუწოდებ. ნიშნებები ჯერმად არ გაუკეთებთ, რომ ასე საპირებდნენ, ამიტომ ცალკეულ სპიკერებს გაუკეთებ. მაგალითად, ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო პირადად გიორგი ადმინისტრაციულ ორგანოს
ოპოზიციის გამარჯვებულ ადმინისტრაციულ ორგანოს მუნიციპალიტეტის მერია წალენჯიხის დააწერინეს, რომ ბოიკოტში გავდივართ. ხო ეს ობიექტურად თქვა ცოტა გაუგებარი იყო და მეორე საკითხი, ანუ მე მინდა ერთი მაგალითი თქვა გიორგი. აკეთებდა მაგას. 2021 წელს ერთი მაგალითი მინდა მარტივი თქვა და დავასრულო. სენაკის მუნიციპალიტეტში იცით რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უმრავლესობა მიიღეს, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ქურდული სამყაროს ჩარვით გადაიბირეს. მერე ჩატარდა ხელახალი არჩევნები ამ სამაჟორიტარო ოლქში და მე თქვენ გეტყვით რომ ოპოზიციამ არ მიიღო აქ მონაწილეობა და 400-ხმიანი მხარდაჭერა ჰქონდა ოცნებას და არ მიღების პირობებში ოპოზიციის მონაწილე 900 ხმა იყო. ამ მოწმობლობაში მაგ მნიშვნელოვანი დილემებია საერთოდ რა თქმა უნდა და პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები იმიტომ ხართ რომ ყველა ამ შანს, რესურს, რისკს უნდა წონიდეთ და შესაბამისად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდეთ. ეს თქვენი რისკის ნაწილია და ირაკლი ამ რისკზეც მინდა ილაპარაკოთ და ასევე რაზეც თქვენ დაიწყეთ საუბარი და მე გაგაწყვეტინეთ პერსპექტივას სხვა თქვენთან შედარებით უფრო მჭიდრო კოორდინაციაში მყოფი ოპოზიციური პოლიტიკური ძალებთან ურთიერთობისას როგორ ხედავთ? პირველ რიგში ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს არ ვუყურებთ როგორც რაღაცა მონოლითურ ქმნილებებს. პოლიტიკურ პარტიებს ქმნიან პოლიტიკოსები და მხარდამჭერები, რომლებიც რაღაც კონკრეტულ მოცემულობაში მხარს უჭერენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს. ვიღაცები იზრდებიან, ვიღაცები იხლიჩებიან, შემდეგ ამ გახლეჩის შედეგად პლუს კიდე მხარდაჭერას კარგავენ და ასე შემდეგ. ნაციონალურ მოძრაობა რომ გაიხლიჩა, ჯამში 10% მხარდაჭერის მათ დაკარგეს. წინა არჩევნებიდან დღემდე. ფაქტობრივი მოცემულობა ციფრებია. ეს პარტიები და ამ პარტიებში გულისხმობ პოლიტიკოსებს. ამ პოლიტიკოსებმა თქვეს საკუთარი გადაწყვეტილება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მხარდამჭერები, რომლებიც ამ პარტიებს უჭერდნენ მხარს ამ არჩევნებზე თუ წინა არჩევნებზე, მიიღებენ რაციონალურ გადაწყვეტილებას. მაგალითად თბილისის ვერსია და სცენარი რომ მოვიტანოთ, სადაც 66% 4 ოპოზიციურ პარტიას უჭერს მხარს და 25% ქართულ ოცნებას. მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ მონაწილეობისთვის უნდა იბრძოლოს, თუნდაც ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა. ჩვენ უნდა ვესაუბროთ არა პოლიტიკოსებს, რომ თავად ჩაკეტეს გზა და თქვეს, რომ აღარ გვინდა, აღარ გველაპარაკოთ, აღარ გაბედოთ. ჟურნალისტებს გითხრათ, რომ აღარ დამისვათ ეს შეკითხვა, მიიღებ თუ არა მონაწილეობა, აღარ ვიღებ და მორჩა. დახურეს ამ პოლიტიკოსებმა ეს გადაწყვეტილების და მსჯელობის ეს შესაძლებლობა. ჩვენ ახლა გავაგრძელებთ კომუნიკაციას მოქალაქეებთან. მათ გულშემატკივრებთან, მხარდამჭერებთან, იდეურთან თუ სიტუაციურთან თუ ასე შემდეგ. მათ მივმართავთ და მათ ვეუბნებით, რომ არ გაუშვათ ეს შანსი. ბოიკოტი ვერ იქნება ვერაფრის მომტანი. კიდევ იყენებენ ხოლმე ფრაზას აქტიური ბოიკოტი. რა არის ეს აქტიური ბოიკოტი? ვინმე ამიხსნას. რა არის შრომლობის პოლიტიკას? ართანამშრომლობა, ჩვენ არ თანამშრომლობთ ქართულ ოცნებასთან და თუ ვინმე იქნება ართანამშრომლობის რეჟიმში, ვიქნებით ჩვენ, რომელსაც დაგხვდებიან, იძალადებენ ფიზიკურად, ქვებს დაგვიშენენ და ნახავთ რა მდგომარეობა იქნება. ეს იქნება ურთულესი ბრძოლა და წინააღმდეგობა. თუ ვინმე იქნება ბრძოლაში, ჩვენ ვიქნებით სწორედ ამ ბრძოლაში და მე არ მესმის აქტიური რა არის, რომ ბრიფინგებს გამართავენ ქალაქებიდან და ამ პროცესში შევენ. ჩვენ ვამბობთ მოქალაქეებთან. ბოლო კითხვა მინდა დაგისვა და მოკლედ რომ დაამთავრე. ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას იმ ადამიანებთან მხარდამჭერებს, რომელსაც ვეთქვით, რომ აქეთ არაფერი არ არის, არც გეგმა არ არის, არ ვერაფერს ვერ ხედავ, ვერც კოლეგები ვერ გვეუბნებიან ვერაფერს და აქეთ არის შანსი მათ შორის გამარჯვების თუ ის 66% ადგებად ეტყვის რომ რატომ უნდა დავუტოვოთ ბიძინა ივანიშვილს, კალაძეს, კორუფციონერებს საძარცვავად და ამ ტრაგედიების მოსაწყობად ეს ქალაქები. ბოლო კითხვა და მოკლე პასუხი. არა მარტო ოპონენტებს, სრულიად ნეიტრალურ ადამიანებს შეიძლება გქონდეთ არსებული ფაქტის ორმაგად ინტერპრეტირების რესურსი და შესაძლებლობა თქვენი ლიდერების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ხელმარცხი მყოფი პარტიის და გაერთიანების ორი ლიდერი აღარაფერს ვამბობ სხვა აქტივისტებზე. ციხეში არის მამუკა და ბადრი და კიდევ სხვები. თქვენი ლიდერის მიმართ აშკარა კამპანია წარმოებს და მოლოდინი იმისა, რომ სისხლისამართლებრივი დევნის ობიექტი გახდება და საკმაოდ სერიოზულ, ასე ვთქვათ, მისაჯილ პერსპექტივაზე არის ლაპარაკი. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ის რომ თქვენ მონაწილეობთ ამ ზეწოლის მიუხედავად თქვენი შეუპოვრობის გამოვლინება, თუმცა სხვამ შეიძლება თქვას, რომ პირიქით ეს ზეწოლა, ამ ზეწოლის შედეგი არის ის, რომ თქვენ მონაწილეობთ, რომ მე ამ ლიდერების მიმართ შემამსუბუქებელი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. თქვენს ვერსიებში როგორ უნდა დაარწმუნოთ ხალხი მოკლედ.
ну წარმოუდგენელი სიგიჟეა ეხა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ციხისში შედან 15-დან 20 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთის საქმის უკერავენ გახარიას და ჯერ ჩორჩანათი დაიწყეს ეხა 20 ივნისით აგრძელებენ და ამ პირობებში ეხა საუბარი იმასთან დაკავშირებით რომ რაიმე ტიპის თანამშრომლური ურთიერთობა არსებობს ჩვენს პოლიტიკურ პარტიებსა და ოცნებას შორის ეს რა თქმა უნდა მტკნარი სიცრუეა ეხა თუ უნდა და დაინტერესებულია ბიძინა ივანიშვილი და ნორმალიზებული პოლიტიკური გარემო იყოს და ლეგიტიმაცია მიიღოს რა პოლიტიკურ ოპონენტებს დევნას დაუწყებდა და ციხეში ჩასვამდა წინა საარჩევნო პერიოდში ხო აბსურდია ეს ლეგიტიმაციის მიღებით კი არ არის დაინტერესებული ის არის დაინტერესებული პოლიტიკა მოკლა სამ ქვეყანაში და პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს და ჩვენ ამაში ხელს არ შეუწყობთ გიორგი გახარია არც თავისი პერსონალური გადაწყვეტილებების და მასზე არსებული რაღაც სისხლისამართლებრივი საქმეებით არ მიიღებს არასდროს გადაწყვეტილებას არ მიუღია ის ემოციურად არ იღებს არც ერთ გადაწყვეტილებას რაციონალურად ვიღებთ ჩვენ რო ცივსისხლიანად ვთქვით რომ აი ამ ბრძოლაში შევდიოდით შევალთ და რა თქმა უნდა ამაზე ვერ მოახდენს გავლენას ოცნების ნებისმიერი მანქანა თქვენი პოზიცია და დავასრულოთ ჩვენ გაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სიწორესთან დაკავშირებით აქამდეც გქონდა და თავის დროზე ოპონენტები ამბობდნენ რომ იმიტომ უნდა მონაწილეობის მიღება რო არ დაიჭირონ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეო მე დაიჭირეს და ეხლა ამბობენ რომ არ დაუმძიმონო ხვალ დაუმძიმებენ აუცილებლად დაუმძიმებენ ბრალს მეორეჯერ რატო დაიბარეს მამუკა ხაზარაძე პატიმრობაში მყოფი პირი რატო დაიბარეს ხო მეორეჯერ აუცილებლად დაუმძიმებენ მე რაღაც იტყვიან უბრალოდ ეს პროცესია აგორებული რომ ეს შეკითხვები რაღაც უცნაურად ასრულიად და ლოგიკურად ისმებოდეს საზოგადოებაში ხდებოდეს აქტუალური მაგრამ მე აღარ აინტერესებთ უკვე შედეგი ამ ვითარებაში ეს არის მართლა ცილის წამება რომელსაც არ პასუხობთ საპასუხოდ მე რომ დამსვა ეხლა ჭიქა ღვინით არაფორმალურ გარემოში ძალიან ბევრი რამ მექნებოდა სათქმელი მაგრამ საჯაროდ ამას არ გავაკეთებ არც ჩვენს კოლეგებზე არ ვეძახი ოპონენტებს კოლეგებზე იმიტომ რომ ჩვენ თავის დროზე ეს დრო იმიტომ გავიდა ამდენი ხანი და ეს ბრაზით ჩვენს მიმართ იმიტომ დაგროვდა რომ ერთობას ვცდილობდით ვცდილობდით არგუმენტებით გვესაუბრა ვცდილობდით ყველა აქტორი ჩაგვერთო კომპრომისებზე ვისაუბრეთ უზარმაზარი კომპრომისული ნაბიჯების შევთავაზეთ ოპოზიციურ პარტიებს მაგრამ მათგან მივიღეთ სრულიად ურყევი ალოგიკური ვერსია რომ რაღაც აქტიური დაარქვეს ბოიკოტი შემდგომში ბოიკოტი არის პასიური სრულიად გამოცვლილი შინაარსგან გამოცვლილი მათ გეგმების შინაარსზე მათთან ერთად ვისაუბრეთ აქტიური დაარქვეს ვიჩო გამით რაიმე შეიცვალა ამიტომ მარტივად მოკლე ფრაზით დავასრულებ ჩვენ მიუხედავად იმისა რა ტიპის ზეწოლა ძალადობა და წრეხი შეიძლება განხორციელდეს მოვიქცევით სწორად ისე როგორც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს სჭირდება ირაკლი კუპრაძე ბერდია სიჭინავა პოლიტიკური ორგანიზაციები რომლებმაც თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და ერთად უბრალოდ კოორდინირებულად აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებში შედეგების მიღწევას